ქრისტიანობა თუ ის ეხება სამშობლოს, თუ ეხება დაჩაგულის დაცვას, პირიქით, ეკლესია გასწავლის თავდადებას, ამის მაგალითია წმინდა გიორგი, ამის მაგალითია წმინდანები და ჩემ დროსაც ბიბლიას შინაარსი არ ვიცოდი, მაგრამ ჩემ დროს საზოგადოებაში ბაშკათა ძლდებოდა ეს, ვინც დაჩაგულს იცავდა. და ახლა რატომღაც ესე იგი ხშირად ვინც ჩაგვრელია, იმას ცემენ პატივშია, დიდებაშია, ახან ფული აქვს, ან ქონება აქვს, ან თანამდებობა აქვს. მაგრამ თქვენ არ ფიქრობთ, რომ აი ზოგი ღარები რომ არა ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ამ დიდრები ყველა ესე იგი ჩაგვრელები არიან. ასე არ არის, ამის მაგალითია აბრაამის 300 მსახური ყავდა ადამიანს. და წმინდანია, იობ რავალნებული, იმასაც ბევრი მსახურები ყავდა, წმინდანია. ახლა რამდენი ადამიანს ვიცნობ, დიდარია, ხელმოქმედია და თავისი შრომით აქვს, რაც აქვს. დღედაღამ შრომობს ეს კაცი და მართლა გავამაჯოს ყველას. და სიმდიდრე ვერ აცხონებს ადამიანს, თუ არ აცხონებს სინანული, აცხონებს სიყვარული და დაუნდობლობა საიდან მოდის, კიდევ ვიმეორებ. ეგოით თავმოყვარეობიდან. და ამას ყველაფერს განახილავს ეკლესია, როცა კითხულობს წმინდა მამებს, რომ ამ გულში მიდის ბრძოლა, თავმოყვარეობა, სიყვარული. დაუნდობლობა მოდის ეგოიზმიდან. და ეგოიზმის დამარცხება არ შეუძლია ადამიანს საკუთარი წერილს, მას უნდა თქო. რომ მეტმა მოგცეს სიყვარულის ნიჭითილა საღმოს შეყოლას რომნები რომ ილოცე დეფრემასუის ლოცვაიცედია მოტომაიჩიოს სული სიყვარულისა და კიდე რა საკუთარი ცოდვების ხედვა, ამ საკუთარი ცოდვების ხედვა თუ გექნება, შინაარსს არ შეაფუთხებ. არავის არ დაამცირებ. თუ ოპოზიციაში ხარ, პოზიციას, თუ პოზიციაში ხარ, ოპოზიცია არ დაამცირებ. შეიძლება შენ თქვა მინუსი და ომინუსო ვინ არის? ან ხელისუფლება ოპოზიცია იყოს, მაგრამ არ გექნება სიძული, არ შეურაცხყოფ, არ შეაფუთხებ. თუ შენში იქნება მადლი და ეს მადლი არ მოგაგოს მეტმა. დაგოცოთ მეტმა. დიდი მადლობა. მამო, თუ შეიძლება გითხოთ, რომ აი ვინც უსამართლოდ იჩაგრება, ბევრი ადამიანი არის ესეთი რა, თუ სამყაროა ესეთი დაუნდობელი. როგორ უნდა აიტავს, აი რამე ლოცვას თუ გასწავლით, ან რამე რა შეიძლება მიმართოს, იმ წამს მაინც უნდა დაითმინოს, რომ ცოტა მერე გასცეს. ეს ხშირად ახლა ეს ადამიანი ხვდება ასეთ რაღაცებს და უნდა გავიხსენოთ, რომ მას ხوارიც იჩაგრებოდა, მაგრამ მათთვის დოცულობდა, ვინ ჩაგრავდა. ასევე წმინდა გიორგი არ გაბროდებულა მიუხედავად იმისა, რომ 6 თვე ეწამებოდა. არა მარტო ღმერთის არმი, არამედ ადამიანისამი, ვინცაც მაგას აწამებდა 6 თვე, ვინც ამოწყვიტა 100,000-ობით ქრისტიანი. შეიძლება მოგბრო, რას გვიშველის წეულა, კულა, ან შილოდ მეზობლისა, ან ხელისუფლებისა, თუ ესე იგი დედა იქა, შვილი აქა, ცოლი იქა, ხმარი აქა. რამუშველა საქართველოს რატო გვია წმინდანოს გამართებელი? ლოცვით უშველა საქართველოს. ასევე დავით მეფეს სცენება ახლა 8 თებერვალს. როგორ გაიმარჯვეს? თბილისში დაყოლილი იყო. გაიმარჯვა ამით, რომ აღზრდილი ყავდა მიტროპოლიტი გიორგი ჭყონდიდელი. საძირკველი იყო მართლმადიდებლობა, საძირკველი იყო სარწმუნოება და რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებზე და ღმერთმა ჩვენს მოგცეს ერთგულება ღვთისა. დაგლოცოთ მეტრო. მადლობა დიდი. ეს წყალობა, ის მადლი. დიდი მადლობა. დაგლოცოთ.